თანამედროვე ცათამბჯენები, უზარმაზარი სავაჭრო ცენტრები და ძვირადღირებული გართობა. დუბაი უდაოდ საინტერესო ადგილია. ეს ადგილი განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც ორიგინალური და ძვირადღირებული გართობა იზიდავს. მაგალითად, ჩოგბურთის კორტით ცათამბჯენის სახურავზე. აქ ასევე შეხვდებით ავტომობილის ნომრებს, რომლებიც $1 მილიონი ღირს. მოკლედ, ზედმეტი შესავლის გარეშე ამ ვიდეოში ნახავ გასაოცარ ფაქტებს დუბაის შესახებ. ამიტომაც თავიდან ბოლომდე უყურე ვიდეოს. დავიწყოთ. ცასთან ძალიან ახლოს. დუბაი მსოფლიოს წინაშე წარდგა როგორც გლობალური ქალაქი და ბიზნეს ცენტრი სპარსეთის ყურის რეგიონში. ის არის აგრეთვე მთავარი სატრანსპორტო კვანძი როგორც მგზავრებისთვის, ასევე სატვირთო გემებისთვის. 1960-იან წლებამდე დუბაის ეკონომიკა ეფუძნებოდა წლიურ შემოსავლებს ვაჭრობიდან, თუმცა ნავთობი 1966 წლამდე ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი. ნავთობით მიღებული შემოსავლების ნაკადის ზრდა მხოლოდ 1969 წელს დაიწყო, რამაც თავისთავად ხელი შეუწყო ქალაქის ნაადრევ განვითარებას. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის მარაგი შეზღუდულია, ხოლო წარმოებული პროდუქტის ხარისხი საკმაოდ დაბალი. დღესდღეობით საამიროებიდან მთლიან შემოსავლებში ნავთობით მიღებული შემოსავლის პროცენტული წილი 5%-ზე ნაკლებია. პირველი ჩანაწერები, რომლებშიც დუბაი მოიხსენიება, გვხვდება 1095 წელს არაბი ანდალუსიანელი გეოგრაფის აბდულა აბუ ალ-ბაქრის გეოგრაფიის წიგნში. 1580 წელს ამ ადგილს მარგალიტებით მოვაჭრე ვენეციელი გასპერო ბალბი ესტუმრა, რომელიც დუბაის მოიხსენიებს მარგალიტების ინდუსტრიის ადგილად. არსებობს მოსაზრება, რომ დუბაი ერთ-ერთი თევზმჭერი სოფელი იყო, რომელიც მე-18 საუკუნის ადრეულ წლებში დაარსდა და ჯერ კიდევ 1822 წლისთვის დაახლოებით 8000-მდე ბინადრისგან შემდგარი ქალაქი იყო, რომლის ძირითადი მოსახლენი ბანი იასის ტომელები იყვნენ და ემორჩილებოდნენ აბუ-დაბის ხალიფა ტანუნს. ყველაზე მეტად დღეს ამ საოცარი ადგილის სიდიადეს უზარმაზარი ცათამბჯენი ბურჯ ხალიფა წარმოადგენს. ეს გახლავთ სუპერმაღალი ცათამბჯენი დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ის აღიარებულია როგორც ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე მაღალი სტრუქტურული ნაგებობა. ცათამბჯენის შენება დაიწყო 2004 წლის 21 სექტემბერს და დასრულდა 2010 წლის 4 იანვარს. მისი სიმაღლე 828 მეტრია, ხოლო სართულების რაოდენობა 163. მისი მშენებლობა 4,1 მილიარდი დოლარი დაჯდა. 2010 წლიდან ბურჯ ხალიფა დამსახურებულად ინარჩუნებს მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის სტატუსს. თუმცა დუბაიში მხოლოდ ეს გასაოცარი ნაგებობა არ იქცევს ჩვენს ყურადღებას. 2021 წელს ავიაკომპანიამ Emirates Airlines-მა ძალიან ორიგინალური რეკლამა აჩვენა მთელს მსოფლიოს. ავიაკომპანიამ ამ უზარმაზარი ცათამბჯენის თავზე საკუთარი ბორტგამცილებელი დააყენა ბანერით ხელში. გონიათ ეს კომპიუტერული გრაფიკა? არა. არ არის აქ არანაირი მონტაჟი. ეს გამბედავი გოგო ნიკოლ სმით ლუდვიგია. ის შეუერთდა ავიაკომპანიის ორიგინალურ PR კამპანიას. ამ ყოველივესთვის კი მას პროფესიონალები მთელი ერთი თვის მანძილზე ამზადებდნენ. საბედნიეროდ მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ მიმდინარეობდა გადაღებები, გოგონა დაბმული იყო შესაბამისი თოკებით. მთელი სარეკლამო ვიდეო 30 წამს გაგრძელდა, თუმცა ნიკოლს მოუწია 5 საათის განმავლობაში ზემოთ ყოფნა. ახლა ვიღაც იკითხავს, როგორ შეიძლება რომ ბორტგამცილებელი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო. სინამდვილეში ნიკოლი არ არის ჩვეულებრივი ბორტგამცილებელი. მან ეს როლი მოერგო, ის პარაშუტისტი და კასკადიორია. დამერწმუნებით ავიაკომპანიის რეკლამას ასე მხოლოდ დუბაიში ნახავთ. ძვირადღირებული ავტომობილების სასაფლაო. დუბაის ნებისმიერ ქუჩაში შეხვდებით სპორტულ ავტომობილებს, რომლებიც იქ ძალიან ბევრია. დუბაი გახლავთ ქალაქი, სადაც ავარიების მაღალი მაჩვენებელია. მიზეზი კი ძვირადღირებული სპორტული მანქანები და მათი მძღოლებია, რომლებსაც ფრენა განსაკუთრებით უყვართ. ამას დაუმატოთ საგზაო მოძრაობის წესების არასათანადო ცოდნა და რა თქმა უნდა ავტოავარიაც გარანტირებულია. აქ რამდენადაც ბევრია გასაოცარი ავტომობილი, იმდენადვე დიდია იმის ალბათობა, რომ ეს ავტომობილი საბოლოოდ დუბაის ავტოსასაფლაოზე აღმოჩნდება. დუბაიში წელიწადში დაახლოებით 3000-მდე სუპერ ავტომობილი ხვდება ავტოსასაფლაოზე. რატომ ტოვებენ საკუთარ ავტომობილებს იქ? თუ იმდენად მდიდრები არიან, რომ როგორც კი მობეზრდებათ ავტომობილი, მაშინვე ახალს ყიდულობენ და ძველს აგდებენ. რაღაც მხრივ ეს სიმართლეა, მაგრამ საქმე სულ სხვა რამეშია. აქ ავტომობილების შეძენა ძალიან მარტივია და ბანკები ცესხებს 0%-ად გასცემენ უმეტეს შემთხვევაში.
სესხისაღება და სუპერ ავტომობილის ყიდვა ძალიან მარტივია. ძირითადად დუბაიში ახალ ჩამოსული ახალგაზრდა ბიზნესმენები უმარტივესად დაუფიქრებლად ყიდულობენ ავტომობილებს. ბანკი ადვილად გასცემს სესხს, ხოლო ამ სესხს დაბრუნება სჭირდება. გაკოტრებული ბიზნესმენები ხშირად ციხეში ხვდებიან ან უბრალოდ ქვეყნიდან გაქცევას ასწრებენ. მათი სუპერ ავტომობილები კი საბოლოოდ ტურის სქელი ფენით იფარება ავტოს სასაფლაოზე. როდესაც ასეთ უპატრონო ავტომობილს ქუჩაში საგზაო პატრული პოულობს, მათ ისინი ეგრეთ წოდებულ ავტომობილების სასაფლაოზე გადაჰყავთ. აქ კი უამრავი მანქანაა, რომლებიც უკვე წლებია უპატრონოდ დგას. უმეტესობა ამ ავტომობილებიდან თუ კარგ მდგომარეობაშია, იაფად იყიდება აუქციონებზე. და თუ მათ სხვა ვერაფერი ვერ მოუხერხეს, განადგურება ხდება. აი ასე. უმარტივესია იქ იყიდო ავტომობილი, თუმცა ძალიან მარტივია დაკარგო ყველაფერი. ძვირადღირებული ნომრები. თუ გავითვალისწინებთ დუბაის მაცხოვრებლების სიყვარულს სწრაფი და ძვირადღირებული ავტომობილების მიმართ, მაშინ არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ავტომობილებს შესაბამისად ძვირადღირებული ნომრებიც ექნება. თითქოს და ძვირადღირებული ავტომობილები არკმარა და მდიდარმა ხალხმა კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი მოიგონა იმისთვის, რომ სხვა მანქანებში ქალაქში გამორჩეულები ყოფილიყვნენ. ჩვენთვის ავტომობილის ნომერი ერთი ჩვეულებრივი ლითონის ფირფიტაა, რომელზეც რაღაც ნომერი წერია. თუმცა დუბაიში ეს პრესტიჟის და მდიდრული ცხოვრების ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება. აქ საკმაოდ უჩვეულო რამეს ხვდებით. რაც უფრო ნაკლები სიმბოლოა გამოსახული სანომრე ნიშანზე, მით უფრო ძვირადღირებულია ის. მაგალითად, 2016 წელს აქ რეკორდი დაამყარა 1 მილიარდერმა. სანომრე ნიშანი, რომელზეც მხოლოდ და მხოლოდ ერთი ციფრი, 5-იანი ეწერა, გაიყიდა $800,000-ად, რომელიც მილიარდერმა საკუთარ Rolls-Royce-ზე დაამაგრა. თუმცა ეს რეკორდი მალევე გაუმჯობესდა, როცა 1 მილიარდერმა სხვა ნომერი ასევე ერთი სიმბოლოთი $3.5 მილიონ შეიძინა. საბედნიეროდ ამ ყოველივეს დადებითი მხარეც აქვს. მაგალითად, მსგავს აუქციონებზე დაგროვებული თანხით ქველმოქმედება ხდება. ძირითადად ეს ფული სხვადასხვა კეთილ საქმეს ხმარდება. მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი. ეს დუბაი მოლია. მოლი 2008 წელს გაიხსნა და 600-ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს. დუბაი მოლი სავაჭრო დანიშნულების ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ცენტრია. 2011 წელს 54 მილიონი ვიზიტორი ჰყავდა ამ სავაჭრო ცენტრს. სავაჭრო ცენტრი სხვადასხვა ღირსშესანიშნაობით გამოირჩევა. აქ ხვდებით უდიდეს აკვარიუმს. დუბაიში მუდმივად ან გარკვეული დროით ყოველთვის ცხოვრობენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები. ამიტომაც საერთოდ არაა გასაკვირი ის ფაქტი, რომ ქალაქი მათ სთავაზობს ასეთ რამეს, სადაც ფულს ძალიან მარტივად დახარჯავენ. აქ დაახლოებით 65 უზარმაზარი სავაჭრო ცენტრია, სადაც მდიდრებს შეუძლიათ მარტივად დახარჯონ ფული. ყველაზე ცნობილი სავაჭრო ცენტრი კი, როგორც აღნიშნეთ, დუბაი მოლია. უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი, რომლის ფართობიც 1 მილიონ კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია მთელს მსოფლიოში და აქ სივრცე სრულადაა ათვისებული. სავაჭრო ცენტრში უამრავი გასართობი ადგილი. მაგალითად, ყველაზე დიდი ვირტუალური რეალობის პარკი, საციგურაო მოედანი და მოჩვენებების სახლი. თუმცა ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა აქ, როგორც აღნიშნეთ, აკვარიუმია. ეს გახლავთ ყველაზე დიდი აკვარიუმი მთელს მსოფლიოში, რაც კი ოდესმე სავაჭრო ცენტრებში აუშენებიათ. აკვარიუმი 9,800,000 ლიტრ წყალს იტევს. უზარმაზარ აკვარიუმში დაახლოებით 33,000 ცოცხალი არსება ბინადრობს. მდიდრებს შეუძლიათ უფრო მეტი მძაფრი შეგრძნებებისთვის აკვარიუმში უზარმაზარ ზვიგენთან ერთად ჩაყვინთონ. ესეც სახიფათო გართობა. მსოფლიო არაერთი წელია ოცნებობს მფრინავ ავტომობილებზე. ექსპერტების აზრით 2040 წლისთვის უკვე მთელს მსოფლიოში საჰაერო ტაქსი მოძრაობს და მათი რიცხვი იმ დროისთვის საშუალოდ 450,000 იქნება. თუმცა რა თქმა უნდა, დუბაი არ დაელოდა 2040 წელს და გადააკეთა ჩვეულებრივი ვერტმფრენები მფრინავ ტაქსებად. აქ შეგიძლია აპლიკაციით გამოიძახო როგორც ჩვეულებრივი ტაქსი, ასევე ვერტმფრენიც. ის შენთან მოფრინდება და უახლოეს დასაშვებ ადგილზე დაგელოდება. ფასი $150 ერთ ადამიანზე, 12 წუთიანი მგზავრობის სანაცვლოდ. ეს ერთგვარი საექსკურსიო საშუალებაა, რომელიც დუბაის თავზე დაფრინავს და საიდანაც მთელი დუბაი ხელის გულებით მოჩანს. ვერტმფრენის შეკვეთა აპლიკაციით ეს მართლაც საოცარი რამეა, თუმცა გაცილებით დიდი აქ მცხოვრები მილიარდერების ამბიციები. მათ სურთ დუბაი გახდეს პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ხელმისაწვდომი იქნება მფრინავი ტაქსი ნებისმიერი მსურველისთვის. არარეალური პოლიციის მანქანები. დუბაიში პოლიციელები მართლაც საოცნებო ავტომობილებით დადიან, მაგრამ ამ მანქანის სიმძლავრეს თითქმის არ იყენებენ. მოდი ასე ვთქვათ, რომ აქ არ ღირს საგზაო წესების დარღვევა, რადგან ადგილობრივ პოლიციელს შეუძლია ნებისმიერ დროს დაეწიოს კანონდამრღვევს.
თქვენ წარმოიდგინეთ დუბაის პოლიციის ავტოფარეხში მოიძებნება ისეთი ავტომობილები, როგორიცაა Bugatti Veyron, Mercedes SLS, Lamborghini და ასე შემდეგ. დუბაიში პოლიციის თანამშრომლები მართლაც ზღაპრული ავტომობილებით მოძრაობენ. ამიტომაც ხალხს გონია, რომ ამ სუპერსპორტული ავტომობილებით დუბაიში პოლიციელები ყოველთვის ვიღაცას მისდევენ. რეალურად ეს ქვეყნის პრესტიჟია და რაც მთავარია, დუბაიში მიიჩნევენ, რომ ასეთი ფაქტები დანარჩენ მსოფლიოს აღაფრთოვანებს. როდესაც არარეალურ პოლიციის მანქანებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია აქვე არ ვახსენოთ ასევე არარეალური პოლიციის კატერი, რომელიც ასევე ძალიან სწრაფია. თუკი ადამიანი იფიქრებს, რომ დუბაის პოლიციას ვერ გაექცევა ასფალტზე და თავს სხვა შეაფარებს, მაშინ ის ძალიან შემცდარა. დუბაიში უსწრაფესი საზღვაო პატრულია. მათი კატერები ძალიან დიდ სიჩქარეს ავითარებენ და წყალში მათ დაახლოებით 155 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლიათ. პალმის კუნძულები. ეს არის ნიმურში ტრადიციების პროგრესთან შერწყმისა. არაბებს რელიგია უკრძალავს უცხოელებისთვის მიწის მიყიდვას, ამიტომაც მათ ხელოვნური კუნძულების შექმნა გადაწყვიტეს და შესაბამისად ამ მიწის თავისუფლად გაყიდვად შეეძლებათ. ხელოვნურმა კუნძულმა პალმის კუნძულის სახელწოდება ფორმის გამო მიიღო. კუნძულები რეალურად მსოფლიოში უდიდესი ხელოვნური კუნძული გახდა, რომელიც ჩინეთის კედლის მსგავსად კოსმოსიდან შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს. კუნძულების მშენებლობა წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ პროექტს და ეს ყველაზე დიდი ხელოვნური კუნძული იქნება მთელ მსოფლიოში. პალმის კუნძულებს თავისი უნიკალური სილამაზის გამო მსოფლიოს მერვე საოცრებასაც უწოდებენ. სახელწოდება Palm Island-ი წარმოიშვა თავად კუნძულების ფორმიდან. მტაცებელი ფრინველები დუბაიში საკმაოდ გავრცელებულნი არიან, ხალხს ისინი ძალიან უყვარს. შევარდენი ითვლება არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ სიმბოლოდ, ამიტომაც მათი თვითმფრინავით გადაყვანაც კი დაშვებულია. მათთვის თვითმფრინავებში მოწყობილია სპეციალური ადგილები, ისინი გადაჰყავთ და შემდეგ მონაწილეობას იღებენ მათ დახმარებით სხვადასხვა ღონისძიებებში. ამ ყოველივეს კი საკმაოდ ბევრი მსურველი და მაყურებელი ჰყავს. ზემოთ ჩვენ დუბაიში არსებულ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებაზე ვისაუბრეთ. რა სიტყვით ავტობუსებზე. უბრალოდ ავტობუსის გაჩერებაზე, სადაც კონდიციონერებია. შესაბამისმა სამსახურმა ქალაქის მასშტაბით ავტობუსის გაჩერებები კონდიციონერების სისტემით აღჭურვა. დუბაის ხელისუფლებამ ავტობუსის გაჩერების კონდიციონერით აღჭურვის ინიციატივით ჯერ კიდევ 2006 წელს გამოვიდა. პირველი მსგავსი მოდერნიზირებული გაჩერება ქალაქში 2007 წელს გაჩნდა. დღეისთვის დუბაის 2700 ავტობუსის გაჩერებიდან 700-ზე მეტი კონდიციონერითაა აღჭურვილი. მსგავსი გაჩერება აბუ-დაბიში 2009 წელს გაჩნდა. დამნაშავეობის დაბალი მაჩვენებელია საკმაოდ დუბაიში. სტატისტიკის მიხედვით დუბაი მსოფლიოში ყველაზე დაბალი დამნაშავეობის მაჩვენებლით ერთ-ერთი ლიდერია. ზემოაღნიშნულ საოცრებებთან ერთად აქ ხვდებით საინტერესო ბაღს. ეს ბაღი 2013 წელს ვალენტინობის დღეს გაიხსნა. ყვავილების განლაგება და დიზაინი ხშირად იცვლება იმ მიზეზით, რომ დამთვალიერებლისთვის ის მრავალფეროვანი იყოს. დუბაის კლიმატის პირობებში ასეთი გამაოგნებელი ყვავილოვანი ოაზისის შექმნა შესაძლებელი გახდა წვეთოვანი სისტემის მეშვეობით, რომლებიც წყლის უდანაკარგოდ ბოლო წვეთამდე გამოყენების საშუალებას იძლევა. დუბაიში უფასოა საჭმელი. ზოგიერთ ადგილას უფასო წყალია, ზოგან კი სპეციალური მაცივრებია განლაგებული, სადაც უფასო საჭმელია. ნებისმიერს ვისაც საჭმელი უნდა, შეუძლია ამ მაცივრიდან უფასოდ აიღოს ის. დუბაიში ტრანსპორტი კონტროლდება დუბაის მთავრობის სააგენტოსგან, გზებისა და ტრანსპორტის ორგანოსგან, რომელიც სამეფო ბრძანებით ჩამოყალიბდა. წარსულში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი ზედმეტად გადატვირთული იყო, რის გამოც ეჭქვეშ დგებოდა მისი საიმედოობა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად განხორციელდა ფართო საინვესტიციო პროგრამა, რომელიც 70 მილიარდ დირჰამზე მეტი დაჯდა და სამუშაოების დასრულებას 2020 წლისთვის გეგმავდა. დუბაის მუნიციპალიტეტის მონაცემებით 2009 წელს დუბაიში 1,21,880 მანქანა დაფიქსირდა. 2010 წლის იანვარში დუბაის მაცხოვრებელთა რაოდენობა, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებდნენ, არ აღემატებოდა 6%-ს. დუბაიში არაბული საკვები ძალიან პოპულარულია და ქალაქში ყველგანაა ხელმისაწვდომი. დაწყებული მცირე სასადილოებით, დამთავრებული დუბაის სასტუმროების რესტორნებით. ფასტ-ფუდი, სამხრეთ-აზიური და ჩინური კვების ობიექტები ასევე პოპულარულია და ფართოდაა ხელმისაწვდომი. ღორის ხორცის გაყიდვა და მოხმარება მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივია, რეგულირდება და იყიდება მხოლოდ არამუსლიმებზე შესაბამის სუპერმარკეტებში და აეროპორტებში.
ოქროს ქალაქი. იმის გამო, რომ მდიდარ ხალხს აქ ძალიან უყვარს ოქრო და ზოგადად მსოფლიოს ოქროს რაოდენობის 40% დუბაიში ბრუნავს, ამ ადგილს ოქროს ქალაქსაც უწოდებენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ვაჭრებს იზიდავდა სავაჭრო პოლიტიკა, რაც აქ იყო. მათ არ უწევდათ ზედმეტი გადასახადების გადახდა, ამიტომაც სავაჭროთ ეს ადგილი იდეალური იყო. დღეს მთავარი ოქროს სავაჭრო ცენტრი დუბაიში 380 მაღაზიისგან შედგება, სადაც ყველაზე ხარისხიანი ოქრო იყიდება მთელს დუბაიში. ეს ერთგვარი ლაბირინთია, სადაც შეიძლება მარტივად დაიკარგო. ეს გახლავთ ყველაზე დიდი ოქროს ბეჭედი მსოფლიოში. მისი წონა 64 კილოგრამია და მასზე 5 კილოგრამიანი ძვირფასი ქვებია მოთავსებული. უზარმაზარი ბეჭედი ერთ-ერთმა მაღაზიამ შეუკვეთა იმისთვის, რომ საკუთარი პროდუქტის რეკლამირებისთვის ის დიდი მინის ქვეშ დაედოთ. 50 სპეციალისტი 40 დღის განმავლობაში აკეთებდა ამ ბეჭედს. ეს ყოველივე 2000 წელს მოხდა და მაშინ ამ კომპანიას ოქრო $550,000 დაუჭდა. დღეს კი ფასები იმატებს და ამის გამო ეს ოქრო უკვე $3 მილიონ-ზე მეტი ღირს. გასაგებია, რომ ეს უზარმაზარი ბეჭედი მუდმივია და საკმაოდ კარგი ინვესტიციაა, რადგან ოქროს ფასი მუდამ იზრდება, მაგრამ რა არის ეს? კარგად დააკვირდით. დიახ, ეს სტეიკია, რომელიც მოოქროვილია ზემოდან. ის მთელი დადგმული სცენებით შემოაქვთ შემკვეთთან. ასეთი სტეიკის ფასი $270-ია. მხოლოდ ერთი კვება $270 წარმოიდგინეთ. მაგრამ რა გვიკვირს? ეს ხომ ოქროს ქალაქია. ძვირადღირებულ სტეიკს აყოლებენ კოქტეილს, რომლის ფასიც ამ შემთხვევაში $7,428 გამოდის. ერთ კლუბზე ეს არის $400 დაახლოებით. რატომ ღირს ასეთი ძვირი ეს კოქტეილი? კოქტეილისთვის გამოიყენება ვისკი, რომელიც მთელ მსოფლიოში სულ 420 ბოთლია გამოშვებული და ის 55 წლისაა. ამ ვისკის ერთი ბოთლი $155,000 ღირს. ახლა გასაგებია თუ რატომ ღირს ასეთი ძვირი ეს კოქტეილი. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კოქტეილი მოოქროვილ ჭიქაში ისხმევა, რომელიც დალევის შემდეგ შეიძლება ჭიქა სახლში წაიღო. აქ სავაჭრო ცენტრებში შეხვდებით აპარატებს, სადაც პირდაპირ შეგიძლია ოქროს სასურველი ზომის ზოდის ყიდვა. მარტივად, მიადებ ბარათს და აპარატი ოქროს ზოდს ჩამოგიგდებს. გონი აქ რაც არ ბრწყინავს, ისიც კი ოქროა. 2022 წლის იანვარში აქ წარადგინეს უნიკალური შავი ბრილიანტი სახელად ენიგმა. ქვის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა თეორია არსებობს. ერთ-ერთი ის თანახმად ენიგმა დედამიწაზე ასტეროიდის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა. ძვირფასი ქვა ბუნებრივი ალმასის ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობაა. ამ დრომდე ის აღმოჩენილია მხოლოდ ბრაზილიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. იმის გამო, რომ ქვა შეიცავს მინერალს, რომელიც მხოლოდ მეტეორიტებში გვხვდება, ითვლება, რომ ენიგმა კოსმოსიდან წარმოიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ენიგმა პირველად დუბაიში წარადგინეს, ის საბოლოოდ ლონდონში გაიყიდა აუქციონზე. ძვირფასი ქვა, სახელად ენიგმა, რომელიც დაახლოებით ბანანის წონის იყო, $4.3 მილიონ გაიყიდა. ძვირფასი ქვა სოტბის ონლაინ აუქციონზე გაიყიდა და როგორც ცნობილი ხდება, მყიდველმა ის კრიპტოვალუტის გამოყენებით შეისყიდა. დუბაის 10-დან 8 მოსახლე ემიგრანტია, რომლებიც აქ სამუშაოს საძებნელად ჩამოვიდნენ წარსულში. ადგილობრივ საცხოვრებლებში მუდმივად გროვდება უდაბნოდან ქარის მიერ მოტანილი მტვერი. დუბაიში საკმაოდ პოპულარულია ჰოლივუდისა და ინდური ფილმები. 2004 წლიდან მოყოლებული ქალაქი მასპინძლობს ყოველწლიურ დუბაის საერთაშორისო ფილმის ფესტივალს, რომელიც არაბულ ფილმებში ტალანტის აღმოჩენას ემსახურება. დუბაიში კონცერტები გამართული აქვს უამრავ პოპულარულ მომღერალს თუ მუსიკალურ ჯგუფს. მთლიანობაში ჩვენი ვიდეოც ასე მიიწურა. თუ კი რაიმე ახალი და საინტერესო გაიგია ამ ვიდეოდან, აუცილებლად გაუზიარე ის შენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და არასდროს გამოტოვა ახალი ვიდეო ჩვენთან. და რა თქმა უნდა, ახალი ვიდეო ძალიან მალე დაიდება. დროებით.